WSO main event-ის ერთადერთი ქართველი მოთამაშე, რომელმაც მიიღო ფულადი ჯილდო, ვალერი ბახტურიძე, რომელიც გავიდა 33 ადგილზე, მესამე სათამაშო დღეს გამოეთიშა იგი გათამაშებას. მასთან გავესაუბრებით მას და კითხავს თუ როგორ ჩაიარა მესამე სათამაშო დღემ და როგორი მონაწილეები და როგორი მაგიდა ჰქონდა მას. ვალერ, გილოცავ პირველ რიგში, შენ მოიგე 5000 ევროზე მეტი. ძალიან კარგი შედეგია. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება ქართულ მოთამაშეებს ნაკლები ჰქონდა. გითხარი შენი შტაბეჭდილებების შესახებ, იმ დღის შესახებ, რომელზეც დღეს შენ იღებდი მონაწილეობას და უშუალოდ მაგიდაც რომ იმოიხილო 2 სიტყვით, თუ როგორი მოთამაშეები გეჯდნენ. ესე იგი, დღევანდელი დღე პირველ რიგში, ძალიან დაღლილმა დავიწყე თამაში. ერთი დღე, ორი დღე იქ ჩემ თავს ვაბრალე პირველ რიგში თამაში წაყვანას, როგორ წავიდა იქ არანაირი კარტებს არასოდეს არ დამიბრალებია ჩემი წაგება, ისევ ჩემში იყო პრობლემა, გადაღლილი ვიყავი. რაც შეეხება მაგიდას, საკმაოდ ძლიერი თავიდან სუსტი მაგიდა იყო, ყველაზე სუსტი მაგიდა იმ მაგიდებს შორის, რომელიც დარჩენილი იყო და შემდეგ გავარდა რამოდენ 3 შორტსტეკი გავარდა და პირველ და მესამე ადგილოსანი გადმოგვიშვეს მაგიდაზე, რის შემდეგაც როდესაც ამხელა მე შორტსტეკი, იმხელა სტეკი დომინირებდა თამაში და აგრესიული თვითონ ის იყო. აგრესიას ვერ პასუხობდი, იმიტომ რომ კარტმა არ შემიწყო ხელი და თითქმის 80-90% ფოლდე ვიყავი. ის შემდეგაც ბლაინდებმა თავის იქნა, ანტეებმა იზრდებოდა და კარტიც არ მიწყობდა ხელს. რაც შეეხება ბოლო გათამაშებაში, მე შორტსტეკი და გვერდზე კიდევ შორტსტეკი იყო, რომელსაც ვალეც ხრიანით ოლენი დავარტყი. ვიპარავდი ბლაინდს, რომელიც ჭირდებოდა და იფიქრა, ისი შორტსტეკი იყო, ჩემი ვარაუდით, მე რომ ის ადგილზე ყოფილიყავი. როდესაც მოთამაშე 160,000 გეოლინებს small blind-დან, რაც არ უნდა იყოს ATM-ი ესე იცვლება, არ დავქოლავდი და ტუს ხუთიანში სხვადასხვა ფერში დამიქოლა და ფლოპზე გაჩოტი, 2 ცოცხალი კარტი და არაფერი არ შეიცვალა ფლოპის შემდეგ და გამოვეთიშე თამაში. რამდენად შეგიძლია შეაფასო დღევანდელი სათამაშო დღე, უშუალოდ ის მაგიდა, სადაც შენ იღებდი მონაწილეობას, იმ თვალსაზრისით, რომ შეგეძლო თუ არა, ან იყო თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც შენ შეგეძლო სტეკის გავორმაგება ან გაზრდა და კონკრეტულად ვერ გააკეთე ისე, ან ვერ მიიღე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამას შეძლება, ამას შეგაძლებინებდა. ან კონკრეტულ შეცდომაზე მიგიხდებ რამე, კონკრეტული შეცდომა ხომ არ იყო შენ თამაში, რითაც საბოლოო ჯამში ეს შედეგი მივიღეთ. ანუ არ ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო, იმიტომ რომ როდესაც რეიზი ფლოპის ნახვა, არც ერთხელ არ მქონია შანსი, ვერც ერთხელ ვერ მოვედე ფლოპს იმდენად, რომ მე სტეკი გამეორმაგებინა. ერთადე ორი ხელი წამოვიღე, ერთი წამოვიღე კინქაი და კინქაიში ხა უბრალოდ შეუძლებელია, რომ სტეკი გააორმაგო. უნებრივია ველიუზეც ვერ იქნებოდი ორიენტირებული კინქაიში. რა თქმა უნდა, სამკაცში ველიუზე რთულია მით უმეტეს უპოზიციო. კეთილი, როგორ შეაფასებ უშუალოდ ტურნირის მსვლელობას ამ 3 დღეს, რა შთაბეჭდილებები და როგორი გამოცდილება დაგიგროვა ამ სატურნირო სერიამ და ზოგადად რო გითხრა ამ ატმოსფეროს შესახებ, სადაც შენ იღებდი მონაწილეობას ამ 3 დღის მანძილზე. ყველაფერი იდეალურად იყო მართლაც გზავრობიდან დაწყებული, ბიჭები მოტივირებული ჩამოვედით და ყველამ ჩვენი პროგრამა მაქსიმუმით რო გაჩეგვეძრო და როგორც ვიცოდით იმ დონეზე, რაც იმასთან იმის მიხედვით, რომ ლაივის გამოცდილება არ ქონდა ამ მოთამაშეებიდან 40-50%-ს ჩვენი ვცადეთ, კარგი იყო, ძალიან კარგი პირველი დღე, მეორე დღე და ავიც, კიდევ შევეცდებით, მე კიდევ იქნება მომავალში დრო გვაქვს, ახალგაზრდა ბიჭები ვარ ჩამოსული. თუ აპირებს მსგავს ღონისძიებებში ასევე მიიღო მონაწილეობა, რაც დაჭარებეთი გთავაზობდათ და ქართლაიერი მათ შორის და რამდენად გეგმავ, რომ მსგავსი ღონისძიებების მონაწილე იყო მომავალშიც, საუბარია თუნდაც როზვადოვ WSO ცირკუიტზე, თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებში ჩატარებულ დიდ ტურნირებში და ასევე ბუნებრივია ყველა იმ აქტივობაში, რომელსაც შემოგთავაზებთ, როგორც ქართლაიერი, ისე აჭარავით. რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა, ძირითადი საქმიანობაც და ამასთან ამით ვარ დაკავებული და ფინანსურით შემიძლია ვთქვა და ძალიან მიყვარს ლაივ ტურნირები, ლაივ თამაში ძალიან მიყვარს. რაც შეეხება აჭარაბეთის ამას, კიდევ ერთხელ მადლობას ვეთქვი აჭარაბეთს და პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მართლა
აგერ ბიჭები ქართ პლეიერის ბიჭები ყველაფერს აკეთებდნენ მართლა გვერდში გვედნენ ყველანაირად ჩვენთან ერთად იღლებოდნენ იძინებდნენ იღვიძებდნენ და ყველაფერი მართლა იდეალურად გააკეთეს და კიდევ ერთხელ მადლობას გეუბნებით თქვენ რომ ესე კარგები ყავით ესე კარგად გვედით გვერდში რამდენად კმაყოფილი ხარ თავად იმ ადგილებით რომელიციც ვიწევდა ყოფნა ჩვენ ვიღებდა პლზენსა და როზოდოვში ყოფნა ზოგადი შტაბეჭდილებები ამ ადგილების შესახებ და ზოგადი შეფასება ყველაფერი იდეალური იყო სასტუმროდან დავიწყოთ 27 კაცი ყველა ჩვენთვის თითო ოთახში ძალიან კარგი ეს დასასვენებლად მოთამაშისათვის კარგად იყო გათვალისწინებული ყველაფერი რაც შეეხება კაზინოს ყველა თბილად იგიღებ და არანაირი პრობლემა არ შეგვქნია არავის და მართლაც რო იტყვი რომ იდეალურად იყო და იდეალურად ჩაიარა ყველაფერმა თუ გინდა ვთქვათ რომ ჩაიარა ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები მართლა ძალიან კარგად ითამაშე ძალიან კარგი შედეგით ეჩვენე იმეც ვითხოვებთ რომ მომავალში მეტი გამოცდილებით მეტი პრაქტიკით უფრო წინ და წინ წახვალთ და მეტ შედეგებს გააჩვენებთ ქართული თიმის თვალსაზრისით ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის მადლობა თქვენ კარგად იყავით